უნივერსიტეტებთან გასაუბრების დროს უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რამ. პირველ რიგში დააკვირდით თქვენ ვიზუალს, ანუ საკმაოდ მოწესრიგებული, ნახევრად საქმიანი ჩაცმულობით წარდგეთ თანამოსაუბრესთან. ასევე შეეცადეთ, რომ ისეთ ადგილას იყოთ, სადაც ხმაური არ იქნება. ვიცი, რომ ეს ყველაფერი ლოგიკურია, მაგრამ წინასწარ მაინც გათვალეთ. შეეცადეთ კარგად შეისწავლოთ თქვენი აპლიკაცია, რომელიც გააგზავნეთ. ანუ თქვენი პასუხები უნდა ედარებოდეს თქვენს აპლიკაციას და იგივე ხმით, ტონით საუბრობდეთ, რაც ესეში გაქვთ მოცემული. აუცილებლად დასვამენ გასაუბრებაზე ასეთ კითხვებს. წარმოიდგინეთ საკუთარ თავი 5 წლის შემდეგ, სად წარმოგიდგენიათ, სად იქნებ? ან ჩამოთვალეთ თქვენი სუსტი და ძლიერი მხარეები. შეეცადეთ ამ კითხვებზე წინასწარ იფიქროთ, რომ როდესაც უკვე გასაუბრება გექნებათ, ადვილად უპასუხოთ და არ დაიბნეთ. ასევე იფიქრეთ ისეთ კითხვებზე, როგორც არის, ვთქვათ, ჩამოთვალე რა გამოწვევები არის შენს ცხოვრებაში, ან ვთქვათ, რატო გინდა ისწავლო ჩვენს უნივერსიტეტში, რა მოგეწონა ამ პროგრამაში. ანუ ყველაფერი, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის ირგვლივ და თქვენ შესახებ იქნება საუბარი. ასევე გაითვალისწინეთ ისიც, რომ თანამოსაუბრეებს, ანუ გამომცდელებს, აინტერესებთ, რამდენად თავდაჯერებული ადამიანი ხართ, რამდენად საინტერესო და ორიგინალური ადამიანი ხართ. ანუ უნიკალურობას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და აი ავთენტურობას, რეალურ ჩვეულებრივ ადამიანი უნდა წარმოჩნდეთ და არა რაღაც დაშტამპული საუკეთესო, რომელიც შეიძლება თუნდაც ინტერნეტში ამოგვიკითხავს რომლის შესახებაც. ამიტომაც იფიქრეთ ამ ყველაფერზე, არ ინერვიულოთ, რადგანაც ინტერვიუმდე თუ მიხვედით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს მიმართ გარკვეული ინტერესი არის და აუცილებლად რომელიმე უნივერსიტეტი მაინც შეგარჩევთ. ახლა რაც შეეხება თავად უნივერსიტეტების დამოკიდებულებას. არის უნივერსიტეტები, რომლებიც თითქმის ყველასთან 80%-თან მაინც გასაუბრებას ატარებენ და ამ გასაუბრებას არა, ვთქვათ, admissions officer-ები, არამედ alumni, კურსდამთავრებულები აწარმოებენ, მაგრამ ისინი თავის საბეჭდილებას უზიარებენ საბოლოო ჯამში. არის უნივერსიტეტები, რომლებიც მხოლოდ short-listed კანდიდატებს უტარებენ გასაუბრებას. ამიტომაც გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი და გისურვებთ წარმატება.